მოგესალმებით. დღეს არის ჩვენი გადაცემის შემდეგი ეპიზოდი და სტუმრად ვართ კომპანიაში, რომელიც უკვე წლებია ქართულ ბაზარს საკმაოდ ისეთ მაღალ დონეზე აკვის IT მომსახურებას. ეს იქნება ინფრასტრუქტურული თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით. ლაშა მელითაური, კომპანია HTS და ლაშა, დიდი მადლობა, რომ დავთანხმდი გადაცემაში მონაწილეობაზე და პირველ რიგში მაინტერესებს ზოგადად თვითონ ტექნოლოგიური ბაზრის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია იზრდება IT ინფრასტრუქტურაზეც მოთხოვნა. აი რა გამოწვევები არის ძირითადად, თქვათ, ქართულ e-commerce მიმართულებაში ისეთი, რაშიც თქვენ დიდ როლს ასრულებთ და ეხმარებით ამ კომპანიებს. მადლობა სტუმრობისთვის პირველ რიგში. და ხო, IT ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, განსაკუთრებით e-commerce-ისთვის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის სიმძლავრების დაგეგმარება. ეხლა ჩვენ პირადად რასაც ვაკეთებთ ხოლმე კომპანია, არა მარტო ვაწვდეთ სერვისს, არამედ ძალიან დიდ შრომას ვდებთ, რა თქმა უნდა, დამკვეთთან ერთად ჩვენ პარტნიორებთან ერთად, რომ წინასწარ გავსაზღვროთ, რა არის პოტენციური დატვირთვა, რასაც შეიძლება ველოდებოდეთ. მაგალითისთვის, და ყველამ კარგად ვიცით, რომ მით უმეტეს საქართველოში e-commerce ყველა კომერცია ძალიან დიდ აქცენტს აკეთებს დღესასწაულებზე, ახალწლებზე, შავპარასკევზე, საღდგომოდ და ასე შემდეგ. და მაშინ როცა ყველაზე მეტ შემოსავალს ველოდები, ზუსტად მაშინ უნდა გაუძლოს შენ ინფრასტრუქტურა და მთელი გამოწვევა არის, რომ არც ზედმეტი ინფრასტრუქტურა გქონდეს, რითიც მეორე შენახვის ხარჯები იქნება უზრმაზარი და არც შესაბამისად იმას ნაკლები, რაც მე პერსპექტივაში გათვლილი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩელენჯი. ლაშა, აი როგორ შეიძლება უფრო ცალად რომ ვისაუბროთ რა HTS დაეხმაროს ქართულ ონლაინ მაღაზიებს, თქვათ, სიმძლავრეებს რო გაუძლონ და აი ესეთი რა ვთქვათ, ტექნიკური ტიპის გამოწვევები რაც აქვთ აი ამ საკითხების მოგვარებაში. კი ბატონო. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ამ დროს მთავარი არის, რომ ვიმოქმედოთ პრევენციულად და წინასწარ განსაზღვროთ, როდის რა დატვირთვა გვექნება და მაგის მიხედვით განსაზღვროთ მე რა სიმძლავრე გვჭირდება. ეს პროცედურულად ვაკეთებთ ამას როგორ? პირველ რიგში ვაკეთებთ ანალიზს ბიზნესთან ერთად, თუ რა არის ჩვენი ტოპ დატვირთვა რა შეიძლება იყოს. როცა e-commerce-ს ვსაუბრობთ, ყველაზე მარტივი მეტრიკა არის განსაზღვროთ პარალელური სესიების რაოდენობა, რაც შეიძლება შემოგვივიდეს ჩვენ. დაუშვათ რა 1000 მოხმარებას თუ ველოდებით ერთ კონკრეტულ მომენტში. შემდეგ უკვე ვიწყებთ რაც გვაქვს, თუ ნულიდან არ ვიწყებთ, როგორც წესი ნულიდან არ ვიწყებთ ხოლმე, რაც გვაქვს იმის გატესტვას, რას უძლებს. ამის ტესტირებას ვაკეთებთ და ვადგენთ აი სად არის ის ზღვარი. რეალურ გარემოში სხვადასხვა ტიპის სცენარებით ეს არის უბრალოდ ჭყალებში უბრალოდ აი ბევრი ტაბი გაიხსნა, ეგრე არ მუშაობს რა თქმა უნდა, აქ ხდება სცენარების განსაზღვრა და ამ სხვადასხვა სცენარების მიხედვით ხდება ამ ჩვენი e-commerce web გვერდის იქნება თუ რამე პლატფორმა თუ აპლიკაცია მაგაზე შესვლა. და მე რო ხედავთ რომ ვიჭერთ ლიმიტს. მაგალითად ქონია ეგეთ შემთხვევა, როდესაც ჩვენ და ბიზნეს ქონდა გათვლა რომ ელოდებოდა შავი პარასკევისთვის 3000-მდე მომხმარებელს ერთ კონკრეტულ მომენტში და განსაკუთრებით უყვართ ხოლმე ჩვენთან გაკეთება რომ მაგალითად ღამის 12 საათზე დაიწყება და იმ მომენტში არის ყველაზე პიკური შემოსვლა. განსაზღვრავენ რომ ღამის 12 საათზე უნდა გავუძლო 3000, მაგრამ მე რო ნახავთ რომ პლატფორმაში გვაქვს პლატფორმის წარმოდობა არის 2000 და 2200-მდე. მე რო ვეძებ ძაბრების სად არის, ძაბრების მიზეზებს რა იწვევს. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა, არა მარტო ინფრასტრუქტურული, სადაც სიმძლავრები უკავშირდება, არამედ შეიძლება ლოგიკური შეძა იყოს სადღაც გარღვევა. მე შესაბამისად ან ერთად მუშაობთ, ან რეკომენდაციას გავცემ და მე ხდება იმ ძაბრების შევსება და აყვანა იმ ჩვენთვის სასურველო ზომამდე. კიბერუსაფრთხოება არის ერთ-ერთი ისეთი რა კრიტიკული და მნიშვნელოვანი მომენტი e-commerce-ებისთვის და ზოგადად რა ასე ვთქვათ ყველა ბიზნესისთვის და აი თქვენ ამ ხრივ როგორ ეხმარებით ვთქვათ რა გადაწყვეტები შეგიძლიათ მიცეთ e-commerce მაღაზიებს. ხო, კიბერუსაფრთხოება ძალიან საინტერესო თემაა და ერთ-ერთი ყველაზე ისეთი აქტუალური თემატიკა არის. ბოდიშ თავიდან რო ყურადღებას ვითომ არავინ არ აქცევს და მე ყველაზე კრიტიკულ მომენტში რომ დაიქცევა კომპანია. უთურმე რა ყოფილა. სინამდვილეს ჩვენ როგორ რაღაცას ვაკეთებთ რა, ანუ ვეხმარებით ბიზნესს, რომ კიბერუსაფრთხოება არ იყოს აღქმული როგორც ხარჯი. ანუ სამწუხაროდ და პრაქტიკა ეგრე აჩვენებდა ყოველთვის, რომ ბიზნესი ხშირად უყურებდა IT-ს როგორც ხარჯს. და ჩვენ როგორც ინტეგრატორი კომპანია ვცდილობთ რომ ვაჩვენოთ არა მარტო ეს ორი ხარჯვითი ნაწილი, არამედ აქედან ღირებულების ამოღება რო შეიძლება. რაც შეეხება კიბერუსაფრთხოების ნაწილს, სხვა შორის რამდენიმე e-commerce ორგანიზაცია მოახერხა კიდევაც რომ თვითონ
ის დანახარჯი რაც უკავშირდება შენს ასე ვთქვათ, კარების გამოსვლას გულისხმობ ვირტუალურ კარებს, იქ საკეთების გაუმჯობესებას, იქ ავტორიზაციის მეთოდების დანერგვას და ასე შემდეგ. აი ეს როგორ გადათარგმნა მე მომხმარებელამდე. მე როდესაც მაგალითად რომელიმე ვებგვერდზე შევდივარ, თუ ვიცი, რომ ეს ჩემი მონაცემები დაცული იქნება, ჩემი პაროლები დაცული იქნება, იმიტომ რომ ხანდახან მე ჩვენ ვაქვთ, რომ ერთ-ერთი პაროლია გამოყენებული სხვადასხვა ადგილას და მე არ მინდა რომელიმე e-commerce ვებგვერდზე შევიდე და იქიდან გატყდეს პირობითად ჩემი Facebook-ი. ან იქიდან გაიგონ ჩემი Instagram-ის პაროლი. მირჩევნია რომ ყველგან დაცული იყოს. მე რო ვიცი რომ პლატფორმაზე აჩვენებს დაცული არის, მე რო ვიცი რომ იქ ჩემი ბარათები იქიდან არ გაიჟონება, ავტომატურად ჩემთვის ის პლატფორმა უფრო სანდოა. მიუხედავად სხვა ყველაფერი დანარჩენისა. ანუ რამოდენიმე მოახერხა და ხას უსმენს რომ თქვენ ჩვენთან დაცულები ხართ. ჩვენ თქვენს მონაცემებს არ გავამჟღავნებთ, არ გავყიდით და თქვენი ყველაფერი დაცული იქნება ჩვენთან, თქვენი ინტერესები და ასე შემდეგ. რაც შეეხება ტექნიკას, ანუ უკვე ეს როგორ დგება. მაგისთვის სხვადასხვა ტექნოლოგია არსებობს, როგორც ანუ ყველაზე კლასიკური DDoS-ის დაცვა, ვების დაცვა, ავტორიზაციის და აუთენტიფიკაციის მეთოდების დანერგვა გაუმჯობესება და ასე შემდეგ. ეგიც უკვე გადავდივართ მე case by case, ასე რომ ვთქვათ. ბევრ კომპანიას აქვს ინტეგრაციების პრობლემა რა, მაგალითად საწყობის დაკავშირება, ვთქვათ, რაღაცა ბუღალტერიასთან, ბუღალტერიის რაღაცასთან და ნუ ეს არის ძალიან ხშირი. აი ამ მიმართულებით როგორ ეხმარებით კომპანიებს რა ინტეგრაციებში. ხო. მანდაც სხვადასხვა მეთოდით მუშაობთ. არის ხანდახან სისტემები, რომელთან ინტეგრაციაც რაღაც შემთხვევაში თითქმის შეუძლებელი არის. თუ ჩაკეტილი სისტემა არის, თუ იქიდან მონაცემის ამოღება არ შეგვიძლია და ვერ ვეხებით საერთოდ და არის ხანდახან მანუალური პროცესი სამსახურო დგება ხოლმე რომ უნდა დარჩეს, თუმცა მაგის ავტომატიზაციის საშუალება არსებობს robotic process automation-ით. თუმცა მთლად იდეალური შემთხვევა არ აღმოჩნდება ხოლმე. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს ინტეგრაციებზე, ჩვენ ინტეგრაციებზე ვმუშაობთ, ვეხმარებთ ინტეგრაციებში, ეს უფრო მეტად დეველოპერების საკითხი არის, მაგაში ვეხმარებით და გარდა მაგისა ჩვენ მერე მონიტორინგ ხელსაწყოებს ვაყენებთ, რაც მერე უშუალოდ ამ ინტეგრაციებს შორის კავშირსაც ამოწმებს, უწყვეტობას ამოწმებს, მონაცემთა გაცვლის საიმედოობას ამოწმებს და ვამონიტორინგებთ, სადმე ჩავარდნა ხომ არ არის. განსაკუთრებით ეს აი საწყობის ნაწილი რაც ახსენეთ, მან არის ხოლმე ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი, მან ჩვენ არა მარტო ინტეგრაციის ნაწილში შევდივართ, არამედ შინაარსობრივ ნაწილში. შინაარსობრივ ნაწილში რას გულისხმობთ, რომ მაგალითად ერთხელ ქონდა ეგეთი შემთხვევა, როდესაც უნდა გაეკეთებინათ საწყობი და ნაც ყოფილიყო გაყიდვები და ამ უბრალოდ ბოდიში e-commerce საიტიდან ყოფილიყო გაყიდვები და ამავდროულად მაღაზიიდანაც ყოფილიყო გაყიდვები და ყველას ენახა ერთი ბაზა. თუმცა მე ჩვენი მხრიდან რეკომენდაცია იყო, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოწ საწყობში, თუ 5-ზე ქვემოთ ჩამოვიდა, მაგ შემთხვევაში მოდი არავითარ შემთხვევაში არ გაუშვა საიტზე არ განათავსო. იმიტომ რომ ეს best practice არის, ჩვენ ვისწავლეთ ჩვენი სხვა დამკვეთებისგან, რომ რეალურად შეიძლება მოხმარებელს ხელში უჭირავს. იქ ან უბრალოდ ერთსალი დაზიანებული დაკარგული არის და გაყიდვაში არ არის და ინვენტარიზაცია ჯერ ჩაკიტარებია. ანუ ერთი სიტყვით ინტეგრაციის ნაწილში როგორც ტექნიკურად ვაგვარებთ ამ პრობლემებს, ისე შინაარსობრივადაც ამ სფეროში ჩვენი ასე ვთქვათ, ვიტყოდი მწირი გამოცდილებასაც უზიარებთ ხოლმე. ხო, ნუ ბიზნესებს ეხმარებით კონსალტინგით შედის ამ იმაში რა, ასე რომ მარტო უბრალოდ დავაკავშიროთ ერთმანეთს, არა, შინაარსში რო ჩავიდეთ, რომ პრაქტიკაში ეს ყველაფერი როგორ იქნება მე. კი ბატონო, ძალიან კარგი. ლაშა, რა განსხვავება არის ესეთ კომპანიებს შორის, რომლებიც აი მაგალითად სასერვერო ინფრასტრუქტურას რაღაცა საკუთარს აკეთებენ და ვიღაცები, რომლებიც გადიან და cloud-ზე აკეთებენ ამას რა. და e-commerce-ებისთვის ეს რატო არის, თქვათ, კარგი რა, აი ამ ხრივ რა შეგიძლიათ რომ შესთავაზოთ e-commerce-ებს რა. პირველ რიგში ხაზგასმით ვიტყოდი, რომ მოდას აყოლა აქ არ შეიძლება. პირველ რიგში მაგას ვიტყოდი. პრაქტიკაში ეგრე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ზოგიერთი ორგანიზაციისთვის თავის მასშტაბებიდან გამომდინარე და გუნდის რესურსებიდან გამომდინარე უმჯობესია, რომ თავიდანვე cloud-ზე განათავსო ყველაფერი. ან შეიძლება უბრალოდ მზა პლატფორმა გამოიყენო და მაგის ბევრი ტექნოლოგიაც არსებობს. პირდაპირ cloud-ში მიდიხარ და ყველაფერი როგორც software as a service არის გაწეული და ეგ შეიძლება გამოიყენო. ზოგ შემთხვევაში კიდე პირიქით, უმჯობესი აღმოჩნდება ხოლმე, რომ მთლიანად დარჩეს ჩვენს on-premise გარემოზე. იმიტომ რომ უკვე გააგშენი სასერვერო, უკვე გააგშენი გაგრილება უზრუნველყოფილი და დანახარჯებს რო დათვლი აღმოჩნდება, რომ შენთან შენს გარემოში რამოდენიმე ახალი სიმძლავრო რო ჩაამატო, უფრო მეტად ეკონომიური იქნება, ვიდრე პირობითად ავტომატურად რო cloud-ში გახვიდე. თუმცა მან ყველაზე კარგი არის, რომ წინასწარ მოხდეს გაანგარიშება გრძელვადიანი პერსპექტივის ბიზნესთან გასაუბრება თუ აი რა მომავალს ხედავენ, როგორ ხედავენ და ბაზარზე როგორ აპირებს ეს ორგანიზაცია მუშაობას, ანუ e-commerce-ის თვალსაზრისით გულისხმობ. თუ პირობითად ჩვენ ხედავთ, რომ არის ძალიან დიდი ზრდა, ან არის რომ პიკური დატვირთვებით როცა შეიძლება იყოს, მაშინ უკვე software-ის დონეზე გადავდივართ და რეკომენდაციას გავწევთ, რომ ისეთი არქიტექტურა შეკრან, რომ ჰიბრიდული მოდელის გამოყენება შეიძლება და მოხდეს. შესაძლებელი იყოს, რომ მოხდეს. გულისხმობ, რომ on-premise გარემოც კონდეს თავის
თავის ლოკალურ სერვერებზე, თუმცა მაშინ, როდესაც მოლოდინი აქვს, რომ ან წინა საახალწლო ჩავეპარასკევისთვის აღდგომაზე რომელიმე სხვა დღესასწაულზე მოლოდინი აქვს, რომ პიკური დატვირთვა ექნება, თავიდანვე ისეთი მასშტაბირებადი გარემო შექმნას, რომ on-premise და ასე ვთქვათ, scaling-ი, ანუ გაფართოება მოახდინოს cloud-ში. ეგ ყველაზე ისეთი აპრობირებული მეთოდი გამოდის, რასაც დღეს უყურებთ ჩვენი ბაზრისთვის. თუმცა მან პირველ რიგში არქიტექტურა არის მთავარი. როგორ გათვლა? გასაგებია. HDS აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ტექნიკურ მხარდაჭერაში. აი როგორი არის თქვენი SLA სტანდარტები დაუშვათ და რამდენად სწრაფად იღებენ კომპანიები უკვე თქვენ ამ ტექნიკურ დახმარებას რა? ხო, ჩვენ კლასიკურად გაცხადებული გვაქვს 24/7-ზე SLA, განსაკუთრებით ეს რეალურად დილის საათებში არ ხდება ხოლმე ეს მომართვენა, მაგრამ უმეტესად აღმოჩნდება ხოლმე, რომ საღამო საათებში შეიძლება დასჭირდეს ვინმეს დახმარება. თუმცა ჩვენ მუშაობის პრინციპი გვაქვს ძალიან მარტივი. თუ დამკვეთთან ერთად დამკვეთი ასე ვთქვათ onboarding-ზე აყვავს ჩვენთან იწყებს მე საპორტს, ჩვენთან იღებს საპორტს და ჩვენთან უნდა იმუშაოს. პირველი 3 თვე არის ერთ-ერთი ყველაზე რთული, დამღლელი ორივე მხარისთვის რეალურად, რომ აბსოლუტურად ყველაფერს შურკოვით, სად რა არის, როგორ არის, რანაირად არის, რამე გადასაწყობი არის, არ არის და ძირითად ენერგიას ხარჯავთ, რომ პრევენციული მოქმედებები და პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ. მას შემდეგ ჩვენ როგორ დავწუნდებით, რომ სისტემა სტაბილური არის, პრაქტიკა მაჩვენა, რომ ერთხელაც არ ყოფილა ჩავარდნა. ანუ გულისხმობ, რომ ჩვენ ვინც ყავს დამკვეთი საპორტზე, არასდროს არ ყოფილა მომენტი, რომ დაუშვათ რაიმე ისეთი უცებ ხანძარი გაჩენილიყო და რაღაც ვერ გავთვალეთ, რაღაც გამოგრჩა, იმიტომ რომ საბოლოოდ გულსფელი რო ვიყო, საქართველოს მასშტაბები არ არის იმდენად დიდი. აი ეს თავის მთელი მოცულობით და ასე შემდეგ. რაც საჭიროებდეს რაიმე განსაკუთრებულად ისეთ საოცარ ძლიერ ტექნოლოგიას, რომელიც სოფლიოში ახლა ვითარდება. ანუ დიდი ორგანიზაციები, როგორც არის Meta, იქნება თუ რომელიმე სხვა თვალსა AWS, ისინი რომ ტექნოლოგიებზე მუშაობენ, ტექნოლოგიებს რომ გამოუშვებენ, იქ რომ best practice-ებით რაღაცა თულები რომ დამუშავდება დაიწყობა, ჩვენ უკვე მე ფაქტობრივად მაგის იუზერები ხვდებით. ანუ აქ უკვე შედარებით კარგა ხნის გამოცდილი, ნამუშევარი პრაქტიკები არსებობს და უკვე მე მარტივი არის მაგასთან მუშაობა. მთავარი არის პრევენცია და მთავარია მე დამკვეთი როგორ მომკვება, იმიტომ რომ ხშირად ნახეთ როგორ მომენტი დგება, რომ ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, რომ პირობითად აი ეს გჭირდება იმისთვის, რომ შენი დაუშვათ uptime-ი კიდევ რამოდენიმე პროცენტით მაღლა აწიო და რაღაც რისკები შეამცირო. მე უკვე მან მივიდივართ მოლაპარაკებაზე, შეიძლება უბრალოდ ორგანიზაციას არ უღირდეს, რომ კიდევ დაუშვათ ერთი წხრიანით 0.1 წხრიანით გაზარდოს თავისი uptime-ი და ერჩენოს, რომ ეს რისკი ჩემთვის მისაღებია და ასავსებით ლოგიკური არის. ხო. ნუ მანდაც უკვე მივიდივართ ბიზნესის სპეციფიკას გააჩნია, რა პროდუქტზე მუშაობს, რა დამკვეთები ყავს. ზოგიერთი ბიზნესისთვის ახლა დღეში 100 მომხმარებელი რომ მყავდეს უბედნიერესი არის, ზოგიერთისთვის 200,000 თუ ყავს გარდა 500,000-ის მაგივრად, ესე იგი ბიზნესი უად ვითარდება. ყველგან საბოლოოდ არქიტექტურის ყველასკვნარით მივიდივართ. ლაშა, რამდენად ხშირად არის, რომ მაგალითად e-commerce კომპანიას გადარჩენის რეჟიმში ეხმარებით რა დაუშვათ რა იმ მაგ მომენტში გთხოვენ ჩართვას რა. ყოფილა 1-2 შემთხვევა, ოღონდ ეს ჩვენი ასე ვთქვათ მუდმივი დამკვეთი ესე არ ყოფილა ეს შემთხვევა, რომ უბრალოდ მაშინ როდესაც ძალიან კრიტიკულ მომენტში მოგმართეს. კი, ნუ ვიცნობდით ასე ვთქვათ და მოგმართეს და დახმარება გთხოვს, იმიტომ რომ ისეთ სახალხო პერიოდი იყო, შაშტო პერიოდს ყოფი და ვერ მუშაობდა სისტემა, გამართულად სისტემა ვერ მუშაობდა. დავეხმარეთ ნაწილობრივ, მაგრამ ჩქარა მაინც ვერ მოგვარდა პროცესები რა. ანუ საბოლოოდ მე ვერ ვიტყვი, რომ ჩავერთეთ 5 წუთში ყოფილი მოგვარდა, რეგენერატ არ ყოფილა, იმიტომ რომ რეალურად მან მე გაცნობიერებლად მივხვდით, რომ იქ გაცილებით დიდი შრომა იყო წინასწარ გასაწევი, იმიტომ რომ ერთ ადგილას კონკრეტულად არ ყოფილა ძაბრი იყო software-ის დონეზეც და სამძლავროების დონეზეც. ყველაზე მტკივნე ორი არის, როდესაც ძაბრი გვაქვს software-ის მხარეს, როდესაც რაღაც ბიზნეს ლოგიკა არის, რომელიც ვერ უმკლავდება რაღაცა პროცესს. ეგ არის ყველაზე რთული შემთხვევა, იმიტომ რომ მანდ მე უკვე დეველოპმენტის შარტი. ხო, მათ სხვანაირი ჩარევაა საჭირო რა. თუ სიმძლავრე გაკლია, ეგ ერთ საათში შეიძლება მოვაგორო ვარდიოდ. ერთი ესეთი კითხვა მაქვს რა. ლაშა, თქვენი ხედვით, რომელი ტექნოლოგიები უბრალოდ როგორი არის e-commerce-ის მომავალი რა ტექნოლოგიების თვალსაზრისით და რომელი ტექნოლოგიები გახდება დაუშვათ წამყვანი და ძალიან მოთხოვნადი ახალი წლიდან რა 2026-ში მაგალითად და მომავალში. ერთი რაც შემიძლია თქვა, რომ მონაცემები, აი დატას ასაც უძახით, ეგ იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველა ტექნოლოგია რაც კი მათ ამ მონაცემების დამუშავებას უკავშირდება. და რატო? ანუ უკვე მომხმარებელი ისე თუ ასე, ანუ საზღვრები მსოფლიოში რაღაცნაირად ძალიან დაპატარავდა. კი. ანუ ეხლა მაგალითისთვის ქართველი მომხმარებელი აქ გამოიწერს და 2 დღეში მიუვა პირობითად თუ შევა რომელიმე გლობალურ
e-commerce-ის ვებგვერდზე და იქნა გამოუწევს და ერთი კვირა დაელოდება, იმდენად დიდი განსხვავება არ არის, რამდენადაც აი პროცესი თვითონ შეკვეთის პროცესი, რასაც გადის იქ საიტზე მოძრაობისას, აპლიკაციაში მოძრაობისას. ანუ შესაბამისად მივდივართ იქამდე, რომ ქართულ მოხმარებელს უკვე არჩევანი აქვს უამრავი. და ეს დიდი გიგანტები კიდევ ყოველთვის ცდილობენ, რომ მომხმარებელზე პერსონიფიცირებული გზა შეუქმნან და პერსონიფიცირებული გარემო შეუქმნან მომხმარებელს. კი. შესაბამისად, ანუ აი რასაც ჩვენ საუბრობდით ინფრასტრუქტურის ნაწილის გამართვა და აპტაიმის მიღწევა, კიბერუსაფრთხოების ნაწილი და ასე შემდეგ. აი ყველაფერი მნიშვნელოვანი, ყველაფერი ხერხემალია, თუმცა მარტო ჩვენში არ ყმარ. ანუ ამ ყველაფერს ჭირდება ხორცი ეს კონდა. ჩემი წარმოდგენით ყველაფერი არის მონაცემზე დაფუძნებული, პერსონიფიცირებული უკვე მეშინური შეთავაზებები და ჯორნი რასაც სახეა მომხმარებლის ეგ ნაწილი. თუმცა ეგ რომ აეწყოს, ეგ საკმაოდ სერიოზულ შრომას მოითხოვს. უნდა ვიცოდეთ რა მომენტში იკარგება მომხმარებელი, რა ეტაპებს გადის და რა მომენტში არის რომ კალათაში ამატებს და მე ორდერზე აღარ გადადის. აი რა ურთულებს გზას, რა მომენტში არღებულობს გადაწყვეტილებას რომ ბოლომდე მივიდეს. ან პირობითად რისთვის შემოვიდა სინამდვილეში და იპოვა თუ არ იპოვა და ასე შემდეგ. ანუ საბოლოოდ ვიტყოდი რომ ყველა ის ტექნოლოგია რომელიც უკავშირდება მონაცემთა დამუშავებას, ამას დავარქვევთ AI-ის თუ machine learning-ს, მაგას ტექნიკურ ნაწილს გვერდზე გავწევდი, ამას მიენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა. რომ მომხმარებელმა იგრძნოს თავის გარემოში და არა სადღაც mass-market-ზე, რაღაც ისეთ მისთვის არაშინაურულ გარემოში. საბოლოოდ მე ის კომპანიები იგებენ, ვინც ახერხებს რომ მომხმარებელს შესთავაზოს მასზე მორგებული პროდუქტი იქნება თუ სერვისი. ვაშა, რა რეკომენდაციას გაუწევდი ქართულ e-commerce-ებს, რა რჩევას მიცემდი რა? საინტერესო კითხვა არის. თუმცა გლობალურად ესეთ პასუხის გაცემა გამიჭირდება, თქმა უნდა, ყოველთვის ინდივიდუალური არის კომპანია და კომპანიამდე და ჩემი წარმოდგენით არ არსებობს რაიმე ესეთი ოქროს გზა, რაც ყველამ უნდა გაიაროს. ყველას თავისი სტრატეგია, თავისი სეგმენტი, თავისი ხედვა აქვს, თავისი პროდუქტი აქვს. ან თუ პროდუქტი არ აქვს თავისი რაღაცა უნიკალური ნიშა აქვს და პლატფორმა აქვს შექმნილი, ყველასა ინდივიდუალურია. თუმცა ერთს დავამატებდი, რომ ხელოვნურ ინტელექტს ძალიან ხშირად ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა დღესდღეობით ხელოვნურ ინტელექტს და პირველ რიგში მარტივი პასუხი იქნებოდა ჩემგან, რომ მოდი ხელოვნურ ინტელექტს მიაქცეთ ყურადღება და ისეთ დეტალებს, როგორიც არის next best offer-ები, პერსონიფიკაცია მომხმარებლისთვის და ასე შემდეგ. smart search-ები და ასე შემდეგ. თუმცა, აქ არის ერთ საინტერესო მომენტი. ეს ჩემი პირადი აზრია და ისე როგორც აი ჩვეულებრივი არა მაინდა-მაინც დიდი დაკვირვების საფუძველზე ვამბობ. მიმაჩნია, რომ საზოგადოება ზოგადად ამ სოფლიო მასშტაბით და ჩვენი ბუნება არის ადამიანს ასეთი, რომ ჩვენ დავართ ციკლურები, ანუ გვიყვარს რაღაცა, რო დაჰაიპდება, იმაზე გადავერთვებით, მე ის ასე ვთქვათ, მოგვიბაზრდება, გადავდივართ სხვა რაღაცაზე და ესე წელს დავდივართ რა. ანუ ბიტკოინზე დღეს არ ველაპარაკობს, NVIDIA-ზე ვართ, NVIDIA-ზე ველაპარაკეთ, ახლა AI-ზე გადავედით, ახლა AI მუსიკების წერა დაიწყო, ყველა მუსიკას წერს, დღეს ახლა ოპერატიული სპასები არის გაზრდილი სასწავლებრივად, იმიტომ რომ ყოველი მეორე data center-ი AI data center-ს აშენებს და ყველას ოპერატიული მეხსიერება სჭირდება და თქვენ რო ახლა სერვერს კიდევ რომ მოგინათ ძალიან ძვირი არის დღესდღეობით და ანუ ესე დავდივართ წრეზე. და აი მთელი საინტერესო არის აი აქ ხომ მოვედით AI ხო ვიცით დღეს არის აი ხვალ რა იქნება იმ ჰაიპის აღმოჩენა. ანუ შემდეგი ჰაიპი რო იპოვო რა არის, ეგ არის ერთ-ერთი საინტერესო. მე ვფიქრობ რომ ის შემდეგი ჰაიპი რაც შეიძლება აღმოჩნდეს არის დაუბრუნდები უკან მეტი ადამიანები. ანუ დღესდღეობით თუ მაგალითად ანუ ჩვენ რაღაც შემთხვევაში ან ChatGPT-მა Gemini-მ ჩაანაცვლა რაღაც მომენტში კომუნიკაცია ჩაანაცვლა, მე ესე ვხედავ რა, ანუ რაღაც შეკითხვა რო გიჩნდება, თუ აქამდე შეიძლებოდა მეგობრისთვის დაგერეკა და აი იცი რომ პირველ თამაში კარგად ერკვა, პირველ მანქანებში კარგად ერკვა და ყოველთვის დაგვირეკავს ვიღაცისთვის რომ აი აქ ეს ჭირს და რა უქნა, ან რა ჭირს, ან საშიშია და ხანდახან უკვე ეგეც კი ჩაგინაცვლა, რომ უცებ შეიძლება GPT-ს კითხო, რომ აი ესეთი და ესეთი რაღაცა აქვს და გინაცვლებს. ანუ აი ეს არის ხა დღეს დაჰაიპებული, ალბათ განვითარდება ჩემი აზრით ეს, მათ შორის რა თქმა უნდა e-commerce-ც უფრო მეტად საიტზე რო შეხვალ მეტი რაღაც, ეხლა გამოჩნდა ალბათ ინტერნეტში თუ ყველა ნახეთ, რომ აი ადამიანი კი არ გამოდის, ადამიანი კი არ აკეთებს რეკლამას, რაღაცა AI პერსონაჟები შექმნეს და AI ტიპები გამოდიან და ისინი გელაპარაკებიან. ცოტა ხანში მაღაზიებში გამოჩნდება ფიზიკურად საზოგადოებრივ ნახე რამოდენიმე კიოსკია, მიდიხარ ელაპარაკები. ანუ კი ეს კარგია, რაღაც მომენტში, მაგრამ მივხვდებით იმას, რომ ამას სული არ აქვს. ამას ადამიანობა არ გააჩნია, იმიტომ რომ ის მაინც არის უზარმაზარი ენციკლოპედია, ძალიან ჭკვიანი, საოცრად ჭკვიანი. მაგრამ სული არ გააჩნია, ადამიანობა არ გააჩნია და ამას დაკარგავს და
თუ e-commerce-ში ხა ვინმე ეს ნიშა დაიჭირა, რომ ვიღაცას ადამიანთან უნდა კომუნიკაცია, შეიძლება ქონიათ კიდევაც რომ სადღაც რეკავდა AI-ის ტიპს ელაპარაკები და არ გინდა რა, გადამრთე ადამიანთან რა, მინდა რომ იმის უკან მინდა რომ ადამიანი იყოს და არა იაფიანი მუშახელი რა, რაღაცა რობოტი რა, ადამიანს მალაპარაკე, მეც იპატევი. ხანდახან ეგეთი განცდობა მე პირადად მიჩნდება ხოლმე და შეიძლება ეს იყოს და მოკლედ მე იმას ვამბობ, რომ კი კარგია ეს AI და ეს ავტომატიზაცია და ასე შემდეგ, მაგრამ მოხმარებელი პროდუქტში ადამიანი არის, ჩვენაირი, სუნთქავს, ჩვენ სუნთქავთ, ჩვენ ვართ მოხმარებლები და თლად ისი არ უნდა შევხედოთ ალბათ ადამიანები ერთმანეთს როგორც არ ვიცი, რაღაც არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ადამიანებმა მინდა რომ ადამიანობა არ დავკარგოთ ამის თქვა მინდა რა და ყველაფერი რომ ნამეტანი ავტომატიზაციაში და ჩვენ ბოქსებში რო არ დავიკედოთ. კი, რაღაცა ხანდახან სერიალი ბალანსი იყოს დაცული რა. კი, Black Mirror-ია ხო სერიალი მაგის რაღაცა მაგის ვაიბებზე რო წავიდეს განწყობებზე სამყარო, მაგას ვიტყოდი რომ მეტი ადამიანობა უფრო რა, მეტი ურთიერთკავშირი და არა იმის განცდა რომ მე რაღაცა კონვერზე დამაყენეს და გადამამისამართე ძალიან ჭკვიანურად. ლაშა, ბოლო კითხვა მაქვს შენთან რა, როგორი არის თქვენი მომავალი რა, რა გეგმები გაქვთ 2026-ში, ეგ რო გაგვიზიაროთ, რა თქმა უნდა თუ კონფიდენციალური არ არის. არა, კონფიდენციალური არის. ნუ, რაღაცები არის, რა თქმა უნდა. რაღაცები დამუშავების პროცესში არის. მე ესე ვიტყოდი, რომ ჩვენ როგორც High-Tech Solutions-ი, ანუ სახელი თვითონ მაგას აკეთებს 2008 წლიდან დღემდე ძალიან ბევრი შეუცვალეთ მიმართულება, ოღონდ ყველაფერი დამოკიდებული იყო ბაზარზე. ანუ ყოველთვის ვცდილობთ, რომ საქართველოში ის ტექნოლოგია შემოვიტანოთ და ის ტექნოლოგია გავვითაროთ, რაც აქამდე არ ყოფილა. და შესაბამისად ახლა დღესდღეობით ერთ-ერთი აქტუალური თემა, გარდა იმისა, რომ პირობითად ახლა ასე ვთქვათ, კლასიკური მიმართულებებისა, ერთ-ერთი აქტუალური მომავალ წესიც იქნება, მათ შორის მონაცემთა დამუშავება და მონაცემთა ანალიზის მხარე, DevOps-ი და კიბერუსაფრთხოება. ეს სამი იქნება ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი. ნუ აქ ყველგან ალაგ-ალაგ სხვა თანაკვეთები არის, ცოტა იქ დეველოპმენტიც არის და დეველოპერსთან ნაწილიც დევს ამ ყველაფერში, თუმცა გლობალურ დონეზე შემიძლია ეგრეთ დავასახელო. მონაცემების დამუშავება და ეს ნაწილი, DevOps-ი, კიბერუსაფრთხოება და ინფრასტრუქტურაც თავისთავად. რადგან ეს მაინც ყველაფრის გორია და ძირია ამ ყველაფერს. გასაგებია. ძალიან კარგი. დიდი მადლობა, ლაშა და მინდა რომ ბევრი წარმატება გისურვოთ რა. ასე. მადლობა. გაიხარეთ.